საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიცია დოკუმენტის შინაარსს იზიარებს და აცხადებს, რომ კრიტიკა ქართული ოცნების მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. მმართველი გუნდი რეზოლუციას უსამართლოს უწოდებს. შეგახსენებთ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. მოითხოვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას, იქამდე ვიდრე ქვეყანა პოლიტიკური კრიტერიუმების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დააკმაყოფილებს. მოთხოვნებს შორის არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. რეჟიმმა მიიღო კანონები, რომელიც არის შეუთავსებელი ჩვენ ევროპულ ინტეგრაციასთან და მათ შორის შეუთავსებელი არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების ერთგულებასთან. ამიტომაც არის, რომ ეს განცხადებები არ წყდება და რეზოლუციები არ წყდება, რაც შეეხება ჩარევას, ეს ხალხი უბრალოდ ევროპის ნაწილად დაგვიქვამს და ევროპას აქვს თავისი პოლიტიკა და ჩვენ რო არ ვსურდეს ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენ რო ამასთვის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები არ ქონდეს გადადგმული, მე გასაგებია რომ შეიძლება ითქვათ, რომ რატომ აქტიურობენ, ესე ძალიან თქო, მაგრამ როცა შეხარ ევროკავშირის ასე წევრობის მსურველი და კონკრეტული პროცესი არის დაწყებული ამ წლის მანძილზე, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის გააკეთებენ შეფასებებს და მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელით. ის რომ ოცნება დღეს აგრესიული რიტორიკით და საკუთარი ქმედებებით ახორციელებს ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის ევროპული დღის წესრიგიდან კიდევ უფრო მეტ დაშორებას, ეს არის ფაქტი. ამაზე მოწმობს შემდეგ უკვე ყველა ის რეზოლუცია, ყველა ის წვავე შეფასება, რომელიც კეთდება ევროპული ქვეყნების მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ წვავე შეფასებების მიღმა არის ის რეალობა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამის მაუწყებელი არის აი ეს. ეს რეზოლუცია არის კიდევ ერთი მკაცრი დოკუმენტი, რომელიც გვახსენებს იმას, რომ დღეს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც არ სურს არავის, არც ქვეყნის შიგნით საქართველოში და არც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომაც ამ რეჟიმს არ გააჩნია არავითარი თვითმყოფადობა, არავითარი რეალურად ფესვები, ასე ვთქვათ, და ის გავს ხეს, რომელიც არის მართლა ფესვების გარეშე. ეს რეჟიმი უბრალოდ არსებობს ძალმომრეობით და შიშის პოლიტიკით. არანაირი სხვა საფუძველი მას არ გააჩნია, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. და ამიტომაც ეს რეჟიმი დამთავრდება ძალიან მალე. ყველაზე ცუდი ამ რეზოლუციის მიღება თუ განხილვაში არის ის, რომ მისი ავტორი, მისი შემოქმედი, მისი დამყენებელი და ლობისტი არის ქართველი და ჩვენ ისტორიულად გვახსოვს, რომ თუ ვინმე ყავდა საქართველოს თავის ისტორიაში ყველაზე უფრო ცუდი დამზიანებელი და მტერი, ეს ყოველთვის სამწუხაროდ ქართველი ადამიანების ხელით ხორციელდებოდა და აქაც ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი სალომე, რომელიც არის ამ რეზოლუციის ავტორი, ცდილობს, რომ ეს ზიანი მიაყენოს საფრანგეთის სენატს. აქაც მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისათვის განსახილველად ის, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს.